კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და უკვე შემოგვიერთდა გვანცა ჟორჟოლიანი ტრადიციული რუბრიკით შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად და მასთან ერთად როგორც უკვე დავაანონსე უნდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემაზე რაც თავაზობს ზოგადად ქართული კანონმდებლობა IT სექტორს როგორც დასაწყისში ვახსენე ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს რომ IT სფერო უკვე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ამავდროულად შემოსავლიანია მიუხედავად ამისა ყველა მათ შორის როგორც ინდივიდუალური IT სპეციალისტები ისე გიგანტი კომპანიებიც ეძებენ ქვეყნებს, სადაც მოკლედ ბიზნესის კეთება უფრო მარტივი და ხელსაყრელია. ეს მომგებიანია ბუნებრივი ორივე მხარისთვის, ერთის მხრივ ამ ბიზნეს სექტორისთვის და მეორე მხრივ ქვეყნისთვისაც. კომპანია უკეთეს პირობებში საქმიანობს, ქვეყანაში კი მეტი ინვესტიცია შემოდის, თუმცა ამისთვის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და მთავარი წინაპირობა ბუნებრივი არის კანონმდებლობა. აი საქართველოს მაგალითზე ჯერ კიდევ 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიების ზონების შესახებ, თუმცა 2022 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და განხორციელდა მთავრობის დადგენილება ვირტუალური ზონის IT კომპანიის სტატუსის პროცედურებისა და პირობების შესახებ, რომელიც ადგენს მნიშვნელოვან მათ შორის საგადასახადო შეღავათებს და მიმზიდველ გარემოს ქმნის შემდგომში უკვე და ერთგვარ სტიმულებს ექსპორტზე ორიენტირებული IT კომპანიებისთვის. აი სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ მოკლედ საკანონმდებლო ჩარჩოებზეც, რაც საქართველოში არის IT სექტორთან დაკავშირებით. თქვენსა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. კლავ რომ ჩვენთან ერთად ხარ და მოდი დავიწყოთ საუბარი. პირველი რიგში ვისაუბროთ, რა უნდა ვიცოდეთ თუ საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყება გვინდა, იმიტომ ამ მიმართულებით ბუნებრივია თანამედროვე რეალობაში ბევრი ადამიანი უკვე ამას ცდილობს და როგორ ვისარგებლოთ სპეციალური შეღავათებით, ესეც საინტერესო იქნება. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ, რას თავაზობს ქართული კანონმდებლობა იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ან თავად აწარმოებენ კომპანიას, ან აქვთ კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოდით მეც IT-ის ტერმინს ვიხმარ, იმიტომ რომ ეს უფრო ფართოდ საზოგადოებისთვის უფრო ცნობადი და ახმადი ტერმინია, რათა უფრო მარტივად ავხსნა ნებისმიერ დონეზე IT სფეროში დასაქმებული პირისთვის რა შეღავათები აქვს სახელმწიფოს, ან როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს შეღავათები კომპანიამ, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებენ. პირველი მოდი ყველაზე მარტივი ფორმით დავიწყოთ, რაც შეუძლია გამოიყენოს ყველა იმ პიროვნებამ, რომელიც ინდივიდუალურად ეწევა კომპიუტერულ ტექნოლოგიების ან საინფორმაციო ტექნოლოგიების საქმიანობას. ალბათ ჩვენ ბევრ გადაცემაში ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის სტატუსის შესახებ და მოდით ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, რომ ინდივიდუალურ პირებს, რომლებსაც სურთ, რომ ეს საქმიანობა განახორციელონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მცირე მეწარმედ და გააგრძელონ საქმიანობა მცირე მეწარმის სტატუსის ქოლგის ქვეშ. როგორ ხდება ეს, რა გადასახადები აქვს და რა შეღავათებია, ეს მინდა რომ ავუხსნა პირველ რიგში ჩვენ მსმენელს და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ინდივიდუალურმა პირმა, რომელსაც სურს რომ მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი, უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ საჯარო რეესტრში და შემდეგ უკვე მიენიჭოს სტატუსი განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება. რა სარგებელს მოიტანს და რა სარგებელს მიიღებს IT სპეციალისტი თუ მცირე მეწარმედ დარეგისტრირდება, მას არ ექნება არანაირი სხვა გადასახადი გარდა თვეში ერთხელ მისი მიღებული შემოსავლის 1%-ისა. ის თავისუფალია როგორც საშემოსავლო გადასახადისგან, თავისუფალია დღიგეს გადასახადისგან, თუ რა თქმა უნდა მისი შემოსავალი ბოლო 12 წლის განმავლობაში არ გაცდება 100,000 ლარს, ის მხოლოდ სახელმწიფოს მისი მიღებული შემოსავალიდან 1%-ს გადაუხდის. ეს საქმიანობა ეხება ნებისმიერ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, გულისხმობ პროგრამულ უზრუნველყოფას, ვებგვერდების დამზადებას, ვებგვერდების მომსახურებას, ჰოსტინგს, არ ვიცი, სხვადასხვა ძალიან ბევრ საქმიანობას, მაგრამ აქვე მინდა ჩვენ მსმენელს უთხრას დაიმახსოვროს ერთი რამ, რომ საკონსულტაციო მომსახურება არ შეიძლება იყოს მცირე მეწარმის სტატუსის ქვეშ განხორციელებული. მხოლოდ ნებისმიერი საქმიანობა გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა. თუ IT სპეციალისტი ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას, ის ჩვეულებრივად დაიბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. რაც უნდა იცოდეს ასევე პირმა, რომელიც ეწევა ამ საქმიანობას არის ის, რომ გარდა ამ 1%-ისა
არ უნდა გადააჭარბოს 100.000 ლარს ბოლო 12 თვის კალენდარული თვის განმავლობაში, მაგრამ თუ გადააჭარბებს მისი შემოსავალი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 100.000 ლარს, ამ შემთხვევაში უნდა გადაიხადოს დარეგისტრირდეს DRG-ს გადამხდელად, მაგრამ აქაც შეღავათი აქვს IT სპეციალისტს და კანონი გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ საშემოსავლო გადასახადს ნაცვლად 20%-ისა 3%-ს გადაიხდის 500.000 ლარამდე. ანუ თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში კონკრეტული პირის შემოსავალი 100.000 ლარს გაცდება, ის უნდა დარეგისტრირდეს DRG-ს გადამხდელად, მაგრამ აქაც შეღავათი აქვს და 20% საშემოსავლოს ნაცვლად გადაიხდის მხოლოდ და მხოლოდ 3%-ს. ანუ ჯამში თუ შევკრიბათ 23% ექნება გადასახდელი, ნაცვლად 18%-ისა და პლუს 20% საშემოსავლო გადასახადის. ეს არის ის შეღავათი, რომელიც აქვს განსაზღვრული სახელმწიფოს და ქართულ კანონმდებლობას იმ პირებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურად ეწევიან საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობებს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეღავათები განსხვავებულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიების შესახებ. საინტერესო იქნება, უფრო მსხვილ კომპანიებზეც ბუნებრივია უფრო განსხვავებულად იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ანუ აქ უკვე არჩევანი აქვს კონკრეტულ კომპანიას და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოდაც მოხდა ძალიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოში შემოსვლა და თქვენ გადაცემის დასაწყისში სწორად ახსენეთ, რომ 2011 წლიდან დაიწყო აღნიშნული კანონმდებლობის დახვეწა და 2022 წელს რაღაც სრული პაკეტის სახით მივიღეთ. მაგალითად, კომპანიებს აქვს შესაძლებლობა, რომ ვირტუალური ზონის სტატუსი მიიღონ, ზონის პირის სტატუსი მიიღონ და ამ სტატუსით დაიწყონ ოპერირება. აი, ამაზე მქონდა სწორედ შემდეგი კითხვა, აი, რას გულისხმობს და რას ნიშნავს ეს ვირტუალური ზონის სტატუსი, ეს ერთი მხარე კითხვის და აი ამ სტატუსის მიღების პროცედურა როგორ ხდება? აი როგორ შეიძლება მივიღოთ ეს? მათ შორის ხა ვიც კომპანია უნდა რომ ჰქონდეს ამ მიმართულებით, ან აქვს უკვე აი საინტერესო ამ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის ქონა როგორ ხდება? კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც ეწევა კომპიუტერული პროგრამირების სფეროში საქმიანობს, კომპიუტერული ტექნიკის მართვის სფეროში საქმიანობს, სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია იმ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, მაგრამ სერვისს უწევს არა საქართველოში არსებულ კომპანიებს, არამედ საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებს, მათ შეუძლიათ, რომ მიიღონ ვირტუალური პირის ზონის სტატუსი, რითაც განთავისუფლებული იქნებიან მთელი რიგი სახელმწიფო გადასახადებისგან. მაგალითად, თუ კომპანიები ჩვეულებრივად იბეგრებიან მოგების 15%-იანი გადასახადიდან და გადასახადისგან და ჩვენ ვიცით, რომ ასევე დივიდენდის 5% უნდა გადაიხადონ, ვირტუალური პირის ზონის სტატუსის მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება კომპანია, ანუ მარტივად რომ ვთქვა 15% და პლუს 5% გადასახდელი არ ექნება, ეს არის ჯამში 20% და ასევე თავისუფლდება DRG-ს გადასახადისგან, რომელიც შეადგენს 18%-ს. საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. დიახ, ეს გაკეთდა და ანუ ეს მომზადდა ეს პროგრამა სპეციალურად იმისთვის, რომ საქართველოს გაკეთდეს რაღაც გარკვეულწილად ტექნოლოგიური ჰაბის ქვეყნად. დიახ, და შესაბამისად სახელმწიფო შეღავათები და საინტერესო საინვესტიციო გარემო სწორედ ამისთვის იყო შექმნილი, რომ მოეზიდათ დიდი კომპანიები და სხვათა შორის 10 მსხვილი კომპანია არის საქართველოში შემოსული, ოღონდ ნაცვლად ვირტუალური ზონის სტატუსისა, ისინი სარგებლობენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით. ამაზეც რა თქმა უნდა შემდეგ ვისაუბრებ, უბრალოდ მინდა რომ ვირტუალური ზონის სტატუსი დავამთავრო. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო კომპანიებს ეუბნება, რომ ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით მხარში, ან შეღავათებს განვახორციელებთ, თუ თქვენ დაასაქმებთ ქართველ დამსაქმებლებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია, ანუ ჩადებული ერთგვარი კანონმდებლობაში, რომლითაც კომპანიებს სახელმწიფო ავალდებულებს, რომ ქართველი დამსაქმებლები დაასაქმოთ. ვირტუალური ზონის სტატუსის მიღების შემთხვევაში უპირატესობა კიდევ ერთი პოზიტიური მხარე რაც აქვს არის ის, რომ კომპანიას არ ეკრძალება საქართველოში ასევე მისი პროდუქციის და საქმიანობის განხორციელების უფლება. შეღავათებს იღებს იმ შემთხვევაში, თუ სერვისს უწევს საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებს, თუმცა ასევე შეუძლია, რომ ოპერირება გააგრძელოს საქართველოში, მაგრამ თუ ოპერირებას გააგრძელებს საქართველოში,
საქართველოში მიღებული შემოსავლიდან, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად დაიბეგრება და შესაბამისი გადასახადები ექნება, მაგრამ თუ მომსახურებას გაუწევს საზღვარგარეთ, პარალელურ რეჟიმში იქიდან მიღებული შემოსავლიდან, რა თქმა უნდა, შეღავათებს მიიღებს, გათავისუფლებული იქნება, როგორც ვთქვით, დეგეგისგან და გათავისუფლებული იქნება მოგების და დივიდენდის გადასახადს. მაგრამ შიდა მომსახურებას თუ წევს ქართველ რეზიდენტებზე პირობრივად საქართველოში, ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი, დივიდენდის გადასახადი ჩვეულებრივად დაიბეგრება, ესეც არის იმიტომ გაკეთებული, რომ ეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნეს არ აქვს რაღაც სახელმწიფო საზღვრები და მაგალითად ნებისმიერ IT სპეციალისტს შეუძლია რომ მომსახურება გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აქ მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი უთხრა ჩვენს მსმენელს და გაითვალისწინონ, იმიტომ რომ პრაქტიკაში მოხდა რამდენიმე შემთხვევა, აუცილებელია რომ საქმიანობის ადგილი იყოს საქართველო. არ არის შესაძლებელი რომ მაგალითად სხვა ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში დაარეგისტრიროს კომპანია, მიიღოს ვირტუალური პირის სტატუსი, თუმცა შემდეგ დატოვოს ქვეყანა და სხვა ქვეყნიდან გააგრძელოს საქმიანობა. მსგავსი რამ აკრძალულია, პირიქით სანქციებსაც ითვალისწინებს და სწორედ შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ქართული ბაზარი, დასაქმების ბაზარი და ასევე აი ამ კომპანიის შემოსავლების სამსახურმა კარგად გააკონტროლოს. აი აქ უნდა ჩაკითხოდით თქვენსა რომ თუნდაც იგივე შეღავათების გარდა გასაგები შეღავათებს მიიღებენ, თუნდაც საერთაშორისო მომსახურებებს როდესაც გასწევენ უკვე აქ არსებული საერთაშორისო კომპანიები, მაგრამ გარკვეული გადასახადები მაინც იქნება, ხო, გადასახდელი ასეც გადაიხდიან და შემომისად აქედან რა მომსახურებასაც საზღვარგარეთ გასწევენ, გადასახადი მაინც ის ნაწილი საშეღავათო მიმართულებით რო გამოვაკლოთ, რაც დარჩება, მაინც აქ არის გადასახდელი. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული საინვესტიციო კაპიტალი, რომლითაც კომპანია იწყებს სხვა სახელმწიფოში ოპერირებას. ეს თავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ დაინტერესებულიყვნენ დიდი კომპანიები, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ და ინვესტიცია განეხორციელებინათ, დაესაქმებინათ ადგილობრივი კადრები, რომლის გააზრდას და მერე მაღალ პროფესიონალად ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. გარდა ამისა, მათთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა, იმიტომ რომ კომპანიებს, რომლებსაც ძალიან ბევრი გადასახადი აქვს და სხვადასხვა სახელმწიფო გადასახადი აქვს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ინვესტიცია განახორციელონ იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნეს გარემო უფრო მსუბუქია და ნაკლებ გადასახადებს ავალდებულებს სახელმწიფო. შესაბამისად, ეს ვირტუალური ზონის სტატუსით სწორედ ამას გულისხმობდა, რომ დაინტერესებულიყვნენ კომპანიები, გაკეთებულიყო ინვესტიცია, დასაქმებულიყო ადგილობრივი სპეციალისტები და მათაც მიიღოთ გარკვეული შეღავათები. თუმცა ვირტუალური ზონის სტატუსისგან განსხვავებით, კიდევ უფრო დამატებით შეღავათებს აწესებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანია. რა განსხვავებაა ამ ორ შორის, ამ სტატუსებს შორის და გარდა ამისა, როგორ უნდა მიხვდეთ, აი ესეც საინტერესო ხო, როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი უფრო სასარგებლოა ჩვენთვის ამ სფეროში დასაქმებული IT პირებისთვის, ვირტუალური თუ საერთაშორისო. პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვა, არის ის, რომ ორივე კომპანიის სტატუს ანიჭებს საგადასახადო შემოსავლების სამსახური და მიმართვას ახორციელებს კომპანია, ან კომპანიამ წერილობით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღება, ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება. თუმცა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება უფრო რთული ფორმაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეღავათების მომცემი სახელმწიფოს მხრიდან. საერთაშორისო კომპანია სრულად უნდა აწარმოოს სერვისი საზღვარგარეთ. ანუ ის შეიძლება იყოს დაფუძნებული საქართველოში იყვნენ დასაქმებული კადრები, მაგრამ საერთაშორისო კომპანიას ეკრძალება საქართველოში მომსახურების გაწევა. ის მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული უნდა იყოს უცხოეთიდან შემოსული მიღებული შემოსავლებისგან, მაგრამ აი ახლა რო გითხრათ რა განსხვავება, მარტივად მიხვდებით რამხელა შეღავათებზეა საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მოგების გადასახადი არის 15%, რისგანაც ასევე თავისუფალია, დივიდენდის 5%-ისგან ასევე თავისუფალია, დეგეგის გადასახადისგან ასევე თავისუფალია და თუ ადგილობრივ ქართულ, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაასაქმებს, ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგანაც თავისუფალია. გამოდის ის, რომ კომპანია ძირითადად ყველა სახელმწიფო გადასახადისგან არის გათავისუფლებული, თუმცა აქვე სახელმწიფო და კანონმდებლობაც გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიას და ეუბნება, რომ მინიმუმ 2 წელი მაინც უნდა იყოს ამ სფეროში
გამოცდილების მქონე კომპანია და თუ დაარეგისტრირებს, აუცილებელია რომ მომსახურება გაუწიოს საზღვარგარეთ და თუ მაგალითად მოხდება ისე რომ დაფიქსირდება შემთხვევა, რომ საქართველოში უწევს მომსახურებას, ამ შემთხვევაში ჯარიმაც საკმაოდ და ეს სტატუსიც ალბათ ჩამოერთვა. რა თქმა უნდა, როგორც ვირტუალური ზონის პირის სტატუსის ჩამორთმევაც, ასევე საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ჩამორთმევაც შესაძლებელია, ასევე ახორციელებს შემოსავლების სამსახური. მოკლე რეზიუმესავით გავაკეთებ 2021 წლამდე ძალიან ბევრმა კომპანიამ ისარგებლა ვირტუალური ზონის პირის სტატუსით, იმიტომ რომ ეს უფრო მოქნილი ვარიანტია, ვიდრე საერთაშორისო კომპანიის სტატუსის, იმიტომ რომ კომპანიებს აძლევს ლავირების საშუალებას, ის ოპერირება განახორციელონ როგორც საქართველოში და მომსახურება გაუწიონ ქართულ კომპანიებს და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, ასევე სერვისი გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებს. შესაბამისად, ვირტუალური პირის სტატუსზე უფრო მეტი მოთხოვნა იყო რეგისტრაციის, თუმცა 2021 წელს და 22 წელსაც შემოსავლების სამსახურმა რამდენიმე ფაქტი გამოავლინა იმის, რომ მაგალითად იმ პერიოდში იცით, რომ საქართველოს უკრაინის უკაცრავად რუსეთი-უკრაინის ომი მიმდინარეობდა და უკრაინიდან ძალიან ბევრი მასიური შემოდენა იყო. მოქალაქეების, უკრაინის მოქალაქეების და შესაბამისად ეს IT სფეროს მოთხოვნა ბაზარზე გაიზარდა, მათ შორის ამ უკრაინელი მოქალაქეების, რომლებმაც დაარეგისტრირეს საქართველოში კომპანიები, მიიღეს ეს ვირტუალური ზონის სტატუსით, თუმცა შემდეგ დატოვეს ქვეყანა, მაგრამ ამ კომპანიის სტატუსით გააგრძელეს ოპერირება, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურმა გამოავლინა და მოუხსნა სტატუსით და ახლა ძალიან ბევრ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე გარკვეული დავალენებებიც აქვს. ამიტომ ამას მინდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საქმიანობის ადგილი უნდა იყოს საქართველო. კი ბატონო, გვანცა ძალიან დიდი მადლობა. მეგონია მომწურავად გავიარეთ ორივე მიმართულება, მათ შორის განსხვავებებით პრინციპში ვირტუალური ზონის პირის სტატუსსა და ჩვეულებრივ საერთაშორისო კომპანიის სტატუს შორის და ეს ნამდვილად გამოგადგება, თან ტენდენცია ნამდვილად ისეთია, გვანცა რომ მუდმივად იზრდება ესეთი ტექნოლოგიური IT მიმართულებით სერვისების მწარმოებელი კომპანიების რაოდენობაც მათ შორის. გვანცა ჟორჟოლიანი იურისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი და ბიზნეს მრჩეველი იყო ტრადიციული რუბრიკის თანაწამყვანი მოკლედ დღეს შემდეგ უჩამბათამდე გემშვიდობებით.